მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ ანუ რა შედეგით სრულდება ეს პირველი შეთანხმება და რომელი კომპანიები უშუალოდ კონკრეტულად რომელი კომპანიები რამდენი კომპანია შეიძლება უკვე საკუთარი პროდუქციის გატანა რუსეთის ბაზარზე. დიახ, მე მგონი გუშინ იყო რამდენიმე განცხადება ოფიციალური როსპოტრებნაძორის მხრიდანაც და ჩვენ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ფაქტიოდ ყველა საწარმო რომელიც შემოწმება პირველ ჯერზე დაშვებული იქნა რუსულ ბაზარზე. ამ კომპანიებს ეძლევათ საშუალება რომ დაიწყონ უკვე ინდივიდუალურად პროდუქციის რეგისტრაცია, ანუ თითოეული პროდუქტი უნდა დაარეგისტრირონ რუსულ ბაზარზე. ეს არის ერთჯერადი პროცესი, ანუ საწყის ეტაპზეა გასაკეთებელი. დიახ, ამის შემდეგ უკვე კომპანიებს საშუალება ეძლევათ რეგისტრირებული პროდუქტის ექსპორტირება დაიწყონ რუსეთის ბაზარზე. რეგისტრაციის შემდეგ საბაჟო უწყებს ეგზავნებათ შეტყობინება რომ პროდუქტი დაშვებულია რუსეთის ფედერაციაში და ქართულ კომპანიებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ შეფერხების გარეშე მოახდინონ ამ საკუთარი პროდუქციის ექსპორტირება. და ეს რამდენად იქნება ეს შემოწმება, რამდენად არის გარანტია იმისა, რომ რამდენიმე ხანში, ერთ წელში, ორ წელში დაუშვათ არ მოხდება თუ კი პოლიტიკური სიტუაცია გართულდება, არ მივიღებთ ისევ იგივე შედეგს და კვლავ რუსეთი არ გამოაცხადებს, არ დააცილებს ემბარგოს, ანუ გარანტი რა იქნება ამის? მოდით შევხედოთ როგორი სიტუაცია გაქვს დღეს. მოცემულობა არის სხვა 2006 წელთან შედარებით. დღეს რუსეთი არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, საქართველოს არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ამ ფორმატში უკვე ჩვენ მეტი ბერკეტი გვაქვს ვიდრე ქონა ადრე. განსხვავებულია ჩვენი ინდუსტრიის მზადყოფნაც რუსეთის ბაზარზე მუშაობის კუთხით. სხვა ხარისხობრივ რანგში ვარ დღეს 2006 წელთან შედარებით. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ დღეს მეტი სტაბილურობის შეგრძნება შეიძლება იყოს რუსეთის ბაზართან მიმართებაში. ერთ-ერთი წინაპირობაც ამ პროცესის ესეთი წარმატებული მსვლელობის არის ის რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ერთიანი თამაშის პრინციპები გვაქვს ამ ქვეყნებს რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ვიმყოფებით. რაც შეეხება იმ კომპანიას, რამდენიმე კომპანიამ თქვა უარი რუსეთის ბაზარზე გასაკვირად. განმარტავ, ფაქტიოდ არავინ არ თქვა უარი, ეს იყო ერთადერთი შავნაბადას მონასტერი და ვაზუსტებ რომ ეს მონასტერია. იცით რომ მონასტრული ღვინის წარმოება საქართველოში ბოლო ხანებში უფრო და უფრო პოპულარული გახდა. შავნაბადას მონასტერიც ერთ-ერთი ის მონასტერია, რომელიც დიდი ხანია უკვე ღვინის წარმოებას ეწევა. მათ ესენი იყვნენ სიაში შესამოწმებელი კომპანიების, რომელიც პირველ ჯერზე უნდა შეემოწმებინა რუს სპეციალისტებს, მაგრამ მათ თავიანთი თავი შეაფასეს ისე, რომ მათი წარმოება არ არის იმდენად დიდი, რომ რუსეთის ბაზარისთვის იყოს განკუთვნილი, გამიზნული. ისინი თავიანთ წარმოებას თვითონვე მოიხმარენ და ადგილობრივ ბაზარზეც ნორმალური რეალიზაცია აქვს. შესაბამისად ეს იყო თავშეკავების მიზეზი მხოლოდ შავნაბადას მონასტრის მხრიდან. ერთადერთი კომპანია იყო კომპანია ვაინმენი, ერთ-ერთი ლიდერი ქართული ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრო მისი შემოწმება, ამიტომ ეს ორი კომპანია გამოაკლდა, მაგრამ კომპანია ვაინმენი პირველ რიგში შემოწმდება მეორე ჯერზე სხვა დარჩენილ კომპანიებთან ერთად. შეგვიძლია ვთქვათ იმის თქმა შესაძლებელია რომ ამ ეტაპზე ქართული ღვინის წარმოებლებისთვის კვლავ პრიორიტეტული არის რუსული ბაზარი და ევროპული ბაზარი, რომლისკენაც იყო ამ პერიოდში ორიენტაცია აღებული ჩაანაცვლა კვლავ რუსეთის ბაზარმა? არანაირად. რუსეთის ბაზარი არანაცვლებს არც ერთ ბაზარს, ანუ რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა არ ხდება რომელიმე ქვეყნებში მიწოდების შემცირების ან ჩანაცვლების ხარჯზე, ეს პირიქით არანაირად ღვინის ერთიან ეროვნულ სტრატეგიაშიც არ ჯდება. ჩვენ პირიქით რუსული ბაზარი ეს ბაზარია, სადაც დიდი ცნობადობა გვაქვს, ისტორიული ცნობადობა გვაქვს და დიდი პოტენციალი გვაქვს გაყიდვების. აქედან გამომდინარე ეს ბაზარი დაგვეხმარება იმაში, რომ ის კურსი, რომელიც ქონდა ან ევროპული, მაგრამ ევროპული ნაკლებად თუ გადავხედოთ ჩვენ სტატისტიკას ექსპორტის, ხო, უფრო ახალი ქვეყნები, ახალი სამყაროს ქვეყნები და სამხრეთ აღმოსავლეთ აზია ის ქვეყნები, სადაც მეტი პოტენციალი აქვს ღვინის გაყიდვის. ამ ბაზებზე ჩვენ უარს არ ვამბობთ, პირიქით მეტი აქტივობა
აქტივობის საშუალება გვეძლევა რუსეთიდან მიღებული შემოსავალი მიმართოთ მარკეტინგულ აქტივობებში აი ამ ბაზრების მიმართულებით. ანუ პირიქით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ამ ბაზრებზე, უბრალოდ რუსეთი დაგვეხმარება ამ ბაზრებზე საქმიანობაში. რამდენი კომპანია არის? კი ბატონო, მე გეტყვით რომ არაფერი არ გასულა, ვერ გავა, იმიტომ რომ რეგისტრაციის პროცესი ეხლა იწყება, ანუ უბრალოდ კომპანიები დაიშვნენ რეგისტრაციაზე, ამას ერთი თვე ჭირდება რეგისტრაციის პროცესი, მაგრამ ამავე დროს კომპანიებს საბუთები აქვს მოსამზადებელი, გააჩნია როგორ ოპერატიულად მოამზადებს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ღვინის ეროვნული სააგენტო უკვე დავეხმარებით კომპანიებს და დავიწყებთ სერტიფიკატების მიცემას ნიმუშებზე, რომელიც აუცილებელი ელემენტია რეგისტრაციისთვის. რაც შეეხება რაოდენობას, თითო კომპანიას 20-30 დასახელების ღვინო აქვს. გააჩნია ისინი რამდენის გადაწყვეტენ, რომ რუსეთში გაუშვებენ და არეგისტრირებენ ეს რეგისტრაციაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს უბრალოდ თითოეული კომპანიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ისე რამდენიმე ასეული შეიძლება დასახელება აღმოჩნდეს რეგისტრირებული რუსულ ბაზარზე. კომპანიების რაოდენობას პირველ ჯერზე ეს არის 36 ღვინის წარმოებელი კომპანია და 4 მინერალური წყლის წარმოებელი კომპანია, რომლებმაც გაიარა შემოწმება და დაიშვა რუსეთის ბაზარზე. დარჩენილია დაახლოებით 40-მდე კომპანია, რომელიც მეორე ჯერზე შემოწმება და ისინიც მე იმედი მაქვს, რომ წარმატებით გავივლიან შემოწმებას. ქართულ პროდუქციას ღვინოს ძირითადად რა კონკურენტულ გარემოში მოუწევს რუსეთის ბაზარზე არსებობა, ანუ ვინები, რომელი კომპანიები იქნებიან მათ მთავარი კონკურენტები? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კითხვა, რომელ ქვეყნებთან შეიძლება გქონდეს უშუალო კონკურენცია, რა სეგმენტში ბრუნდება ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე. ჩვენ უფრო მაღალ საფასო სეგმენტში შევდივართ, ვიდრე ვიყავით 2006 წლამდე. ქართული ღვინო უფრო ხარისხობრივად სხვა რანგისაა, ქართული შესაბამისად ფასებით სხვა არის, შეიცვალა რეალობა. ჩვენი მთავარი კონკურენტები იქნება ძირითადად ახალი სამყაროს ღვინოები. ახალ სამყაროს ღვინოებში მოიაზრება როგორც წესი ჩილე, რომელიც არამხოლოდ რუსეთის ბაზარზე, არამედ ბევრ სხვა ბაზარზეც მთავარი კონკურენტია, იმიტომ რომ დაახლოებით იგივე საფასო სეგმენტში ექცევა როგორც საქართველო. იაფი ფრანგული ღვინოები, იტალიური ღვინოები, ეს ძირითადი კონკურენტი ქვეყნებია, რომელთანაც საქართველოს ღვინოს მოუწევს კონკურენცია, ქართულ ღვინოს მოუწევს კონკურენცია. ამავე დროს ძალიან აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის გამოსვლის შემდეგ ბაზარზე აღმოჩნდა სომხური და აზერბაიჯანული ღვინოები, რომლებიც დაახლოებით იმ სეგმენტს იკავებენ, იმ სივრცეს, რომელიც ქართულ ღვინოს ეკავა ხოლმე აქამდე. ესეც გარკვეულწილად კონკურენტი ქვეყნებია, თუმცა აქ უფრო მარტივ კონკურენციას ველოდებთ. და მაინტერესებს გარდა ღვინისა, როდის დაიწყება უკვე სხვა პროდუქტებზე საუბარი და რა პერიოდში უნდა ველოდოთ? ანუ ესეც მოხდება იმავე პროცედურებით შემოწმების სახით თუ განვარტავ რამდენიმე მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც სხვადასხვა ტიპის პროდუქციის დაშვებას არეგულირებს რუსეთის ბაზარზე. ერთ-ერთი არის როსპოტრებნაძორი, ერთ-ერთი დიდი ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზეა პასუხისმგებელი რუსეთში. ალკოჰოლური პროდუქცია და შეფუთული საკონსერვო კვების მრეწველობის პროდუქცია როსპოტრებნაძორის უშუალო კომპეტენციაში შედის. ღვინოზე თქვენ იცით რა პროგრესი გვაქვს, მინერალურ წყლებზეც გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შეეხება ხილის და ბოსტნეულის, ან ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის საკითხს, ამაზე მიდის მოლაპარაკება. მალე პირველი დელეგაცია გაეგზავრება საქართველოდან, ოღონდ სხვა უწყებასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებასთან გვექნება. ეს არის როსელხოზნაძორი უშუალო მოლაპარაკებები ამ კუთხით, ხოლო რაც შეეხება ქართულ საკონსერვო გადამამუშავებელ პროდუქციას, ეს პროდუქცია რუსეთის ბაზარზე აკრძალული არ არის, უკვე მიმდინარეობს პირდაპირ რეგისტრაცია, დარეგისტრირებულიც არის რამდენიმე მწარმოებლის პროდუქტი უკვე, ამიტომ უახლოეს ხანებში ამ პროდუქციის პირველი საექსპორტო პარტიების გაშვებაც დაიწყება საქართველოდან. საუბარი იყო თვითონ ონიშენკოს ვიზიტზე საქართველოში, თუ არის? კი ბატონო, ეს მე განმარტავ პატრიარქმა თვითონ მოიწვია ბატონი ონიშენკო საქართველოში, შესაბამისად შეიძლება შედგეს ესეთი ვიზიტი, თუმცა კონკრეტული თარიღები ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში შემდეგი სამუშაო ვიზიტი იქნება უშუალოდ მისი სპეციალისტების და არა თვითონ ბატონი ონიშენკოსი. ალბათ უფრო მოგვიანებით შემდეგ ეტაპზე
როცა აღდგება ურთიერთობები, უკვე დაიწყება პირველი ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე გადატვირთვები, ამის შემდეგ შეიძლება წლის განმავლობაში გვეწიოს ბატონი გენადი ონიშენკო. და ბოლოს დავაზუსტოთ მაინც, ანუ ის რომ რუსეთი გახდა სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მათ შორის საქართველოს თანხმობის შედეგად ეს მას აღარ აძლევს უფლებას ემბარგო დააწესოს ქართულ პროდუქციას. გარანტი იქნება თუ არა რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებში? სოფლის სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში არ არსებობს ასეთი ხანგრძლივი ემბარგო, ამიტომ ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის ჩვენი ურთიერთობების რაღაც პროგრესის, რომ არ შეიძლება დაუსრულებელი ემბარგო არსებობს. ამიტომ ამავე დროს სოფლის სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში არსებობს ბერკეტები ურთიერთობების დარეგულირების, დავების წარმოების, დავების გამართვის და ასე შემდეგ. ანუ ბევრი პროცედურა არსებობს, რომელიც ეხმარება ქვეყნებს ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები მოაწესრიგონ ერთმანეთთან. ამიტომ ეს კარგი წინაპირობაა. ეს არის 25 მარტის შემდეგ, ეს არის შეთანხმებული უკვე რუსულ მხარესთან, მაგრამ კონკრეტული თარიღი შეიძლება იყოს 25 მარტი, ან უფრო მოგვიანებით დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ოპერატიულად ქართული კომპანიები მოახდენენ დოკუმენტაციის მომზადებას. იმით რომ შემოწმებამდე, უშუალოდ საველეს შემოწმებამდე მიმდინარეობს დოკუმენტური ნაწილის შემოწმება, ანუ ქართული კომპანიები ამზადებენ დოკუმენტებს, აგზავნიან რუსეთში, რუსული მხარე სწავლობს ამ დოკუმენტებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოდის და დოკუმენტების შესაბამისობას ამოწევს უშუალოდ ადგილზე. მადლობა.